როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაეკეთებინა სასწრაფოს სანიტარს, რომ მისთვის სანიტრობიდან 17 წელიწადში ზუსტად საქართველოს თავდაცვა და უშიშროების საკითხებით ჩაებარებინათ, თანაც საკანონმდებლო დონეზე. ნაციონალური ხელისუფლების გამოვლინების ეს შემთხვევა სკანდალში არაერთხელ გახვეულა, რაც გამორიცხული არ არის მისივე გუნდის აქტიური ხელშეწყობით ხდებოდეს. რამდენჯერმე გადაურჩა დაბადებებას, საკუთარი თანამოაზრების ხელის რამდენჯერმე მოხვედრია. შემოხარჯვია აქციის მონაწილეების სოსისების ფულიც და გადაუგდია მეგობრებიც, მაგრამ ის მაინც შეუცვლელია. ის აგვარებს ისეთ საქმეებს, რასაც სხვა ხელს არ კიდებს ან არ გადრულობს და ამ საქმეებს მერე საკუთარ წვანე ბლოკნოტში ინიშნავს. აქტიურად საუბრობენ მის კავშირებზე ქართული გზის ბიზნესთან, რომელიც გზასაც ბელორუსიაში და უკრაინაში მიუყავართ. არც მშენებლობის ბიზნესთან არის მისი გვარი. წყრალად და როგორც სხვა ნაციონალებს, მასაც მოეძებნება ოჯახში 1-2 მარკშეიდერი. მისივე გუნდის მიერ ქურდული სამყაროს წევრებად მონათლულ პირებთანაც არ გაურბის გაურკვეველი გარიგებების დადებას და თამაშობს ძალიან სახიფათო კავკასიურ თამაშს. გივი ვასილიჩ, თარგამაძის ეთნოგენეტიკური ანატომია. გივი იგივე გიორგი ვასილიძე თარგამაძე. დაიბადა 23 ივლისს 1968 წელს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. აქვს ეთნოგენეტიკოსის კვალიფიკაცია. იყო მეოთხე მთავარი სამმართველოს საავადმყოფო პოლიკლინიკის ბინაზე სასწრაფო მომსახურების ბიუროს სანიტარი, უროლოგია ნევროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკის სანიტარი, გაზეთი Georgian Times-ის საზოგადოების განყოფილების რედაქტორი, არგუმენტის მთავარი რედაქტორის მოადგილე, დილის გაზეთის პოლიტიკის განყოფილებაშიც მუშაობდა. სამთავრობო ორგანიზაციის თავისუფლების ინსტიტუტის საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამების მთავარი კოორდინატორი. მუშაობდა ასევე საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრადაც. საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. დღემდე საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. შალიკიანი მართავდა ქუთაისს და ტყიბულს. ბადრი პატარკაჩვილი, რომელიც არ არის ეს წესი, რომ მიცვალებულზე ან მხოლოდ კარგი ან არაფერი. ბოდნურას უკაცრავად ეს საუბარია ჩვენ უახლოეს ისტორიაზე და უკვე ისტორიულ ფიგურებზე. ძმა კანონიერი ქურდი თვითონ დღედაღამე ეწეოდა თავისი არხით კანონიერი ქურდების და დანაშაულის პროპაგანდას. კანონის ამოქმედებიდან დღემდე ქურდული სამყაროს წევრობისთვის პასუხისმგებლობაში მიეცა 154 პირი. დანარჩენმა ქურდებმა მიგვატოვეს და დაგტოვეს ასეულად ზოგიერთი პოლიტიკური წყალებში ლიდერისთვის საუკეთესო ტურიზმად ითვლება მათთან შეხვედრა სხვადასხვა მეზობელი ქვეყნის რესტორნებში და კაფეებში და სასტუმროებში და საუნებში ალბათ. ჩემი და გივი თარგამაძის ნაცნობობა 2004 წელს საკმაოდ უცნაურ ვითარებაში შედგა. მაშინ დეპუტატმა თარგამაძემ რამდენიმე წამყვანი ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ოპერატორი ყაზბეგის რაიონში ჩაგვიყვანა. სახელდახელოდ ყაზბეგში ჩაგვწერა და ყაზბეგელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც მოგცა. ამის შემდეგ გითხრას, რომ აპარატურა ცალკე მანქანით უნდა გადაგვეტანა, ხოლო ჩვენ ტურისტების სახელით ვლადიკავკაზის ტერიტორიაზე უნდა გადავსულიყავით და იქ მდებარე საიდუმლო რუსული ბაზა უნდა გადაგვეყო. მხოლოდ ჩემი ოპერატორის მოხერხებულობის წყალობით გადავრჩით მაშინ დაკავებას და მინიმუმ ჯაშუშობისთვის თუ არა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გასამართლებას მაინც. რა თქმა უნდა, ვლადიკავკაზიდან ხელცარიელები დაუბრუნდით, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს გივი თარგამაძის მიერ ორგანიზებული ერთადერთი ავანტურა არ ყოფილა, სადაც ჩარეულები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიელები. როგორც ირკვევა, ხელისუფლებას საკმაოდ უცნაური შინაარსის გარიგებები აქვს დადებული ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებთან. ალბათ ერთ-ერთი ასეთი ბიზნეს გარიგება იყო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაც. Если это не человек, мы сами сможем ставить. Это не проблема. Вот он там, тот человек, у него охрана будет, когда система такая у нас, что мы эту охрану уничтожим. Ну тут стоит любой вопрос. Мы хотели сделать этот орудийный. Можно настроить такой, чтобы профессионально это сделать. Поменьше следов оставить. Значит, чтобы этим не занялся, да, чтобы на нас мы хотим, чтобы потом все это, видя население Грузии, чтобы это было Россия. ამ ჩანაწერში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გია დგებუაძე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთავს ჩეჩენ საველე მეთაურს უვაის ახმედოვს, რომელიც არაერთ საინფორმაციო წყაროში ტერორისტად პირდაპირ სახელდება. ის სახელდება დამნაშავედ 1992 წელს ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის 9 მოქალაქის სიკვდილში. დაკავებული იყო ადამიანების გადაცებით, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობით, ასევე საქართველოს გავლით სხვადასხვა
კონტრაბანდის გადაზიდვით. მოგვიანებით ვრცელდება ახმედოვის სხვა ვიდეო მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ მასდარას მიერ მიცემულ შეკვეთაზე აუდიო ჩანაწერი თავად გააკეთა, რადგან შური ეძია ნაციონალურ ხელისუფლებაზე. კერძოდ ირაკლი ალასანიაზე, რომელიც ახმედოვთან პანკესის ხეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. Мы начали препятствовали вводу войск в Панкисское ущелье. Тогда был замминистром КГБ Иракли Аласани. Я это все записал для того, чтобы взять реванш за то, что они с нами сделали. ახმედოვის პერსონით საქართველოს ხელისუფლების დაინტერესებას ადასტურებს კიდევ ერთი ფაქტი. მამუკა მაისურაძე 2009 წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს სასარგებლო ჯაშუშობისთვის დააკავეს. უკრაინული პასპორტით სოჩში მცხოვრები მაისურაძე რუსის სამართალდამცავებისთვის მიცემულ ინტერვიუში თუ ჩვენებაში მისი და უვაის ახმედოვის ურთიერთობების დეტალებზე საუბრობს. Про Увайса Ахмедова была информация, что нигде не числится ни в розыске, ни бандит, ни преступник, ничего. Обыкновенный старый, такой пожилой человек, который имеет авторитет среди своих чеченцев. მოგვიანებით მაისურაძემ განაცხადა, რომ ამ შინაარსის ჩვენების მიცემა ის რუსმა ძალოვნებმა აიძულეს, თუმცა მაისურაძის გარდა ამ წრეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული კიდევ ერთი პირი კრავს. კავკასიის საემირო ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უვაის ახმედოვი ბორის ბერეზოვსკისთან დაახლოებულმა ჩეჩენმა მეთაურმა ახმედ საკაევმა გამოიყენა და მოატყუა, ხოლო ჟურნალისტებს ჩანაწერები სწორედ ბერეზოვსკი მიაწოდა. ეს ის ბერეზოვსკია, რომელთანაც ხელისუფლება სატელევიზიო არხის პირველი კავკასკის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ვისაც პირადად გივი თარგამაძემ თბილისშიც და სიღნაღშიც ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთხელ უმასპინძლა. გივი თარგამაძის და ჩეჩნური დაჯგუფების გზები იკვეთება უკრაინაშიც. უკრაინა არის მართლა განსაკუთრებული, ჩემთვის პრინციპში განსაკუთრებული იმითაც, რომ 2 თვე დაგვეყავი რევოლუციის დროს, გარდა ამისა არის განსაკუთრებული სითბოთ. უკრაინის ხელისუფლებაში ნარინჯისფერების შენარჩუნება ნაციონალური ხელისუფლებისთვის იმ დროის მთავარი ამოცანა იყო. მეზობელ ქვეყანაში ჩასული ქართული დამკვირვებლებისთვის კოორდინაცია სწორედ გივი თარგამაძეს უნდა გაეწია. Разговор министра внутренних дел Грузии Ивано Мерабишвили в Грузии с председателем парламентского комитета Грузии по обороне и безопасности Гиви Таргамадзе, возможно, в Украине, 14 января 2010 года. Мерабишвили. Слушай, сейчас появилась новая проблема. Таргамадзе. Какая? Мерабишвили. Самолет 2 часа стоит и не может вылететь. Мерабишвили. Ты позвони Юле и другим. Как мне привести 1000 человек? Таргамадзе. Я сейчас этим займусь. Мерабишвили. А Халая сказал, что даст борцов. Я их тоже тебе пришлю. Таргамадзе. Они уже там, в Донецке. Разговор председателя парламентского комитета Грузии по обороне и безопасности Гиви Таргамадзе, возможно, в Украине, с Константином, возможно, в Грузии, 11 января 2010 года. Таргамадзе. У меня есть очередная просьба. Я хочу через Лашу или кого-нибудь еще передать им, что если они продолжат делать то, что они сейчас делают, а главное в Донецке, я этот город, мать его... Константин. А что, они что-то сделали? Таргамадзе. Ну, они не регистрируют. Константин. Да, Васильевич. Но ты уверен, что там Гия замешан? Тот Лаша сказал, что у него свои встречи. Я говорю не о нем. Константин. Он вчера звонил. Он сказал, что он запущен в розыск. Если возникнет проблема, если они нам враги, то тогда и мы враги. Тогда я буду сукиным сыном, но я приеду и покрою этот город. Я отвечаю за свои слова.
ამ ჩანაწერის მიხედვით გივი თარგამაძე მოსკოვში დაკავებული ვადო ყიფიანის ძმას კოდე ყიფიანს 8000-მდე მებრძოლის დონეცკში ჩაყვანას და ქალაქის დახურვას პირდება. მებრძოლები კი პრესის ინფორმაციით საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩეჩნური დაჯგუფების წევრები არიან. უვაის ახმედოვის გარდა დასახელებულია უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი კიდევ 16 ჩეჩნური დაჯგუფება და იქვე მითითებულია გივი თარგამაძის და ჩეჩნების არამხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესების გადაკვეთის შესახებ. ამ მეორე გზას კი კანონიერ ქურდებამდე და კრიმინალურ სამყარომდე მივყავართ. უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ გივი თარგამაძის უკრაინულ ბიზნესს საფრთხე არამხოლოდ უკრაინის ხელისუფლებისგან, არამედ ჩეჩნური დაჯგუფებებისგანაც შეექმნა. და სწორედ ამიტომ იყო გივი თარგამაძე კიევში ჩასული ვადო ყიფიანთან, რომელსაც ორ უცნობ პიროვნებასთან ერთად დაკავებული ფეხბურთელის დემეტრაძის სახლში ეახლა. ყიფიანს თარგამაძემ დახმარება სთხოვა ჩეჩნებთან ურთიერთობის მოწესრიგებაში. ამ უკანასკნელმა კი ჩეჩნებთან ურთიერთობის დაძაბვას ისევ გივი თარგამაძის დახმარებაზე ხელის აღება არჩია. ვასილიჩს ვერ დაეხმარებოდა ვერც კანონიერი ქურდი ხმელო, რომელსაც ის სატელეფონო საუბარში ახსენებს და ვერც ლაშა შუშანაშვილი. სწორედ ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია ციხის ბუნტის ბრალდებით დაკავებული დარიელ ფოცხვერიას გათავისუფლების შესახებ უკრაინაში დაბრუნების პირობით, რომ ფოცხვერიამ თავის მხრივ გივი თარგამაძის და ხელისუფლების უპატრონოდ დარჩენილ სხვა ბიზნესებს მიხედოს. ეთნოგენეტიკოსი თარგამაძის ჩრდილოეთ კავკასიელებით დაინტერესების კიდევ ერთი მამტკიცებელი სატელეფონო ჩანაწერი არსებობს. გივი თარგამაძე მაშინ ეგვიპტეში ჩვენს ელჩს ვანო მერაბიშვილის კაბინეტიდან ესაუბრებოდა. ალო, გამარჯობა. გივი თარგამაძე. გამარჯობა. მოგეთ ჩვენ გვინდა რომ მან ნახოთ აღმოაჩინოთ რაც შეიძლება მეტი კავკასიური ორგანიზაცია შერკერული შეშნური კოდინგუშური და შემდეგ. იმიტომ რომ პრინციპში მაგით არის საკმარის რაოდენობით ეგვიპტეშიც, სირიაშიც, იბანის არიანულებას კონკრეტულად ვაწვდით. და პირდაპირ თქვა ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში მათი გენოციდი უცნობთ. და მოიწევთ, მას ყველაზე კარგი იქნება თქვენ რომ იქნებით აქ შეუქმნით რეგულატორულ კარგი. ჩემი არის მაშინ ჩემი მომგვრელი არის გეოცე, ვაშის ვიზი. გეოცენი? რომელ ვაშის 13. თარგამაძე კავკასიელებს როგორც ჩანს მხოლოდ ეთნოგენეტიკური დაინტერესების მიზნით არ იყენებს. საინფორმაციო ცხაროები გივი თარგამაძის შუამავლობით კოკოითის ძმის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საკითხითაც ინტერესდებიან. გივი თარგამაძის სახიფათო თამაშები გახდა ბელორუსიაში არჩევნებზე ქართული დელეგაციის არ დაშვების მიზეზიც. იმ პერიოდში გავრცელდა მორიგი სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გივი თარგამაძე ბელორუსი ოპოზიციონერის მილინკევიჩის მკვლელობას უკვეთავს. მაშინ ამ ჩანაწერს ნაციონალურმა მოძრაობამ ფაბრიკაცია უწოდა. Слушай, как живешь? Живу так. Все забочусь о Беларуси, потому что Милинкевич сейчас везде в Европе гуляет и делает себе, так сказать, пиар-компанию. Да, к сожалению, да. Ну, Турин просто ездит сейчас к Георгий, где будет Милинкевич. Там моя сестра живет. Альвина уже говорил, я своему зятю сказал, что я дам ему $10 000 или 20, если он его убьет. И знаешь, что я до сих пор не могу в себя прийти, и правда клянусь ребенком, что каждую ночь мне только это и снится. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი წევრი ყვება, რომ გივი თარგამაძის ბიზნესის კეთება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაუწყია. თარგამაძის და ფულის კონტაქტი რამდენჯერმე ვარდების რევოლუციამდეც შედგა. რევოლუციამდე რამდენიმე ხნით ადრე თანაპარტიელებმა თარგამაძეს აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი სოსისების ფული მიაბარეს. გივი თარგამაძეს ეს თანხა შემოეხარჯა და მაშინ ის ვანო მერაბიშვილმა პირველად გავახა. გივი თარგამაძის გადაჭარბებული მოთხოვნები, კერძოდ ქალბატონების გარემოცვაში ყოფნის სურვილი გახდა მისი მეორედ გალახვის მიზეზიც. ამჯერად ის უკვე მერაბიშვილის დაცვის წევრებმა მესტიაში სცემეს. თარგამაძე თორება და ითხოვს ქალებს. მერაბიშვილის რეაქცია იყო ძალიან მძაფრი. სად გონია ბიჭო შენ თავი? ბორდელში თუ სვანეთში? ამაზე გაბრაზდა გივი თარგამაძე, შეაგინა მერაბიშვილს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მერაბიშვილის დასვამ ფეხქვეშ გაიგდო გივი თარგამაძე.
ვანო მერაბიშვილი იყო ის პირი, ვინც გივი თარგამაძის რუსებთან ომის დროს $50,000 გარიგებაზე ინტერვიუში ისაუბრა. გივი მაშინ რუსებს ამ ფულის სანაცვლოდ გორში დაბომბვის დროს სტალინის ძეგლის დანგრევა შესთავაზა. რუსებმა პირობა შეასრულეს. გორი დაბომბეს, მაგრამ ძეგლი დატოვეს. დაბომბვის დროს რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ჟურნალისტებიც დაიღუპნენ. ვასილიჩს თავის მართლება მოუწია. იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ დაზიანებულიყო ეს ძეგლი და შემოგთავაზეს, რომ აი დაბალი რანგის ოფიცრებისთვის გარკვეული ფინანსური ანაზღაურების შედეგად ისინი უზრუნველყოფდნენ ძეგლის სადღეღამისო დაცვას იმისაც, რომ ეს არ დაზიანებულიყო. მე ამაზე ირონიულად გნებავ დაცინ ვეთქვით, უნდა ამ ფულს ვიუცემ იმისთვის, რომ ეს ძეგლი საერთოდ მოხსნან და წავიღონ თავის მთავარსარდალს კაზინოში. აქ გადმოდის საცხოვრებლად თარგამაძის სიდედრი, აი პირი რო არა აქ და რო ლაპარაკობს ეს პოლიტიკური ალფონსი ესა. სიდედი და მისი და ორი ოჯახი გადმოდიან აქ საცხოვრებლად, ვინც აქ ცხოვრობდნენ, აქ იზრდებოდნენ ესენი. და ამას აშენებს გივი თარგამაძის ძმა ზაზა, აი კორუფციასად არის. გივი თარგამაძისა და ნაციონალურად ტრადიციული ბიზნესის გზები ზოგადად სამშენებლო კომპანიებთან და გზების სამშენებლო კომპანიებთან იკვეთება. თუმცა გივი თარგამაძეს იმდენი ჭკუაყოფნის, ეს ყველაფერი თავის თავზე ან ძმებზე არ გააფორმოს, მაგრამ დეიდაშვილზე სანდოს ვერავის პოულობს. Plexi Group-ი, რომელმაც ასფალტის 100 მილიონიან ბიზნესში კობა ბექაურის კომპანია ჩაანაცვლა ამირან მამუჩაძეს. გივი თარგამაძის დეიდაშვილს ეკუთვნის, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ზურაბ ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის უწყება ერთდროულად უქმნის პრობლემებს ამ კომპანიას. აქტიურად განიხილავენ გივი თარგამაძეს ელიავას ბაზრობის წილის მეპატრონედ და საბაჟო სისტემაში, მისი ძმის საქმიანობასაც. ყვებიან იმასაც, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე თვეში $5,000 მფარველობდა არჩილ გეგენავას ბიზნესს. სამწუხაროდ ახალი ფასები უცნობია, დიდი ხანია ნაციონალური მოძრაობა აღარ არის დაუტოვებია. გივი თარგამაძე იყო ის პიროვნება, რომელიც იმედის ყოფილ ხელმძღვანელთან 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ რესტორან ქალაქურში ნახეს. სწორედ ამ დღის მერე იმედის წამყვანმა ჟურნალისტებმა არხის ნელ-ნელა დატოვება დაიწყეს. გაჩნდა ტერმინები: გივის გარაჟი, გივის ჩემოდანი, გივის მწვანე ბლოკნოტი. გივი იმედს სული ამოხდა. და არ გაგივათ ეს რევანში. რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველს, ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, ქალაქსაც დავიცავთ და მთელ ქვეყანას დავიცავთ. სულს ამოგხდით მაგისთვის. გივი თარგამაძე, ეთნოგენეტიკოსი. გივი თარგამაძის უარი კომენტარზე, რა თქმა უნდა, არ გაგვირვებია ანატომია შეეგუა ხელისუფლების წევრების უცნაურ კავშირებს ქურდულ და ბიზნეს სამყაროსთანაც, ალბათ საზოგადოებაც. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ალბათ ზოგადად მთლიანად მართლ გუნდთან და მის ხელმძღვანელ სააკაშვილთან გაჩნდა, არის ის, თუ რატომ აბარია ამ ადამიანს საქართველოს თავდაცვა და უშიშროებათანაც ისიც საკანონმდებლო დონეზე. მას ხომ სხვა ძალიან ბევრი საქმე აქვს. არჩევნები, რევოლუციები, ქურდები, საქართველოში გზების დაგება, მშენებლობა, ამას ბატონებო დრო სჭირდება. დაკარგული მიწები კი მოიცდის. მიწის გარეშე დარჩენილ ქვეყანას არც თავდაცვა სჭირდება და არც უშიშროება. პრიორიტეტებს ამ ქვეყანაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი განსაზღვრავს.